მოგესალმებით მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახური პირდაპირ ეთერში ბრუნდება ახალ ამბებს 12 საათზე ნინო ვარდოსანიძე გაგაცნობთ. ამ წუთებში პარლამენტში პლენარული სხდომა იწყება. პირველი მოსმენის დაამტკიცებენ თინა ხიდაშელის ინიციატივას, რომელიც დასუფთავების მოსაკრებლის დაწესებას და ელექტროენერგიისგან მის განცალკევებას ითვალისწინებს. დღევანდელ სესიაზე სავარაუდოდ იმ კანონპროექტებს უყრიან კენჭს, რომელთა დამტკიცებაც ბოლო სხდომაზე უმცირესობის მიერ პარლამენტის დატოვების გამო ვერ მოხერხდა. მირიან გორგოძე ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში დეტალებით. მირიან, კიდევ რა საკითხები გადის დღევანდელ სესიაზე? დღევანდელი პლენარული სესია დიახ, სწორედ სავარაუდოდ კენჭისყრებით დაიწყება. კენჭისყრაზე ის 67 კანონპროექტი გავა, რომელთა დამტკიცებაც ბოლო სხდომის დროს პარლამენტის უმცირესობის მიერ პარლამენტის დატოვებისა და ქორუმის არარსებობის გამო ვერ მოხერხდა. ამ 67 კანონპროექტში არის დეპუტატ თინა ხიდაშელის ორი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელთაგან ერთი ეხება ბაღებში გადასახადის ტარიფის ან რაიმე სხვა სახის საფასურის შემოღების აკრძალვას, მეორე საკანონმდებლო ინიციატივა ეხება ელექტროენერგიისა და დასუფთავების გადასახადის ერთმანეთისაგან განცალკავებას. ასევე დღევანდელ სესიაზე დეპუტატებმა პირველი მოსმენით კენჭი უნდა უყარონ ყველაზე დიდ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის ფარგლებში დაგეგმილია გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზება, ანუ ბუნებრივი რესურსების დაცვის სააგენტო გარემოს დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის და შესაბამისად სამინისტროს სახელით შეეცვლება და მას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სააგენტო ერქმევა. ასევე პირველი მოსმენით დეპუტატები დღეს დაამტკიცებენ პარლამენტში დეპუტატების ეროვნულ სამოშის სიარულის შესახებ ბიძინა გუჯაბიძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას. ასევე განსახილველად პირველი მოსმენით რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონპროექტი არის, რომელთა შესახებ ეხლა თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში მოისმინოთ. ახლობით 60 კანონპროექტამდე არის კენჭსაყრელი, რომელიც წინა სხდომაზე განვიხილეთ. სასჯელთა შეკრებითობა და შთანთქმა განიხილება ნამდვილად, იმიტომ რომ იურიდიული კომიტეტზე გაიარა ამ საკითხმა. განიხილება აგრეთვე ერთ საკანში ერთ და იმავე საქმეზე მსჯავრდებულების ჩაძომის შეუძლებლობა, რომელიც ორივე მთავრობის ინიციატივით არის წარმოდგენილი და განიხილება ასევე მთავრობის ინიციატივით წარმოდგენილი განათლების კანონში ცვლილებები. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამ კვირის განსახილველ საკითხებში მე მიმაჩნია სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესატანი ცვლილებები, სასჯელთა არსებული შეკრების წესის გაუქმება. ორი მნიშვნელოვანი პრინციპი არის ამ საკანონმდებლო ინიციატივაში. ერთი ის, რომ სასჯელთა უპირობო შეკრების წესი გაუქმდება და არ იქნება, ანუ ავტომატურად აღარ შეიკრიბება სასჯელები დანიშნული სხვადასხვა განაჩენის დროს, ეს ერთი და მეორე ის განაჩენები, რომელიც უკვე გამოტანილია ამ წესით, უნდა გადაიხედოს. რაც შეეხება თავად პლენარულ სესიას, დღევანდელი პლენარული სესია დაახლოებით რამდენიმე წუთში დაიწყება. მე შეგახსენებთ იმას, რომ საკითხების განხილვამდე დღევანდელ პლენარულ სესიაზე დეპუტატები პოლიტიკურ განცხადებებს გააკეთებენ. მადლობა, ეს იყო მირიან გორგოძე პარლამენტიდან. იუსტიციის მინისტრმა წერტილი დაუსვა იმ გაუგებრობას, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა გამოიწვია. მინისტრმა განაცხადა, რომ მას აქვს მიღებული უმაღლესი იურიდიული განათლება საფრანგეთში და ამის დამადასტურებელი დოკუმენტები სტუდიაში, საზოგადოებრივი მაუწყებლი სტუდიაში ეკა კვესიტაძის გადაცემაში სტუმრობისას მიიტანა. თიაწულუკიანმა განმარტა, რომ 4 დიპლომი აქვს და 2 იმ სასწავლებლიდან, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტებს და პრემიერ-მინისტრებს აქვს დამთავრებული. ჩარჩოში ჩასმული დიპლომები მან საზოგადოებრივ მაუწყებლო საჩუქრად გადასცა. მე მაქვს 2 დიპლომი ენადან და რატომღაც ეხა მე არ მინდა რომ მე რაღაცები ვთქვა, ქალბატონ ჩიურას ეწყინოს, თქვა სისხლი მომდისპირი ვარ და ასე შემდეგ მიშველეთ. მე მინდა ერთი რამე ვთქვა, რომ მე ასეთ ადამიანებს გადავწყვიტე აღარ ვეკამა, თუ ისინი არიან სუსტი ოპონენტები და ისინი არიან სუსტი ქალები. ეს არის ენას დიპლომი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ადამიანი გახდეს ადმინისტრაციული მოსამართლე, გახდეს ადმინისტრაციული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ჩემთვის არ არის უკვე, მაგრამ ჩემთვის ეს თემა არის ამოწურული. აღნიშნულ თემას ბიძინა ივანიშვილის გამოეხმაურა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით თიაწულუკიანს უმაღლესი ხარისხი აქვს მიღებული და თუ საქართველოში ამ დონის სასწავლებლის დიპლომს არ აღიარებენ, ეს ძალიან სამწუხაროა. ბიძინა ივანიშვილმა ამის შესახებ ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა. მინდა კითხოთ პრეზიდენტის თიას აქვს ისეთი ინსტიტუტი დამთავრებული, ისეთი უნივერსიტეტი საფრანგეთში, რომელშიც ძალიან რთულია მისი დამთავრება. ყველაზე მაგარით ვერც ერთი მოსამართლე ვერ იქნება მოსამართლე საფრანგეთში თუ ეს არ აქვს უნივერსიტეტი დამთავრებული, ის რაც თიამ დაამთავრა. მე ხო თუ საფრანგეთის დიპლომს არ ღებულობენ,
საქართველოში ეს ძალიან ცუდია. ბიძინა ივანიშვილი დღეს 3 საათზე უზენაესის სასამართლოს თავმჯდომარეს კოტე კუბლაშვილს შეხვდება. შეხვედრა დახურული იქნება. კომენტარები მედიისთვის შეხვედრის შემდეგ გაკეთდება. პრემიერის განცხადებით ბევრი კითხვაა საზოგადოებაში სასამართლოს მიმართ, ამიტომ საჭიროდ მიიჩნევს კოტე კუბლაშვილთან ამ თემებზე საუბარს. პრემიერის ინფორმაციით ვენეციის კომისიასთან შეხვედრამდე მხარეებმა ყველა სადაო საკითხზე მოლაპარაკება უნდა შეძლონ. მე ხვალ ხვდები კუბლაშვილს ჩემი მოთხოვნით, ჩემი სურვილით. მე მგონი დანიშნულია შეხვედრა, არ ვიცი ზუსტად რა დრო. და იქაც იგივეს გავიმეორებ, რომ ჩემი სურვილია, რომ მაქსიმალური ობიექტურობა, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ის, რაც გაკეთებული ამ მიმართულებით და მაქსიმალურად მოვახერხოთ სასამართლოს ობიექტურობა. მინდა გითხოთ მიხეილ სააკაშვილს. დიმიტრი შაშკინი საქართველოში დაბრუნდა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი დღეს დილით ამერიკის შეერთებული შტატებიდან ოჯახთან ერთად ჩამოვიდა. მისი განცხადებით ქვეყნიდან წასვლას აღარ აპირებს და იმ შემთხვევაში თუ გამოძიებას მასთან კითხვები ექნება, მზად არის უპასუხოს. ყველა იცოდა სადაც ვიყავი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჯერჯერობით თავისუფალი ადამიანი ვარ და მაქვს უფლება რომ გადავწყვიტო სად ვიყო. საქართველოს მოქალაქე ვარ. აქედან გამომდინარე, ახლა გადავწყვიტე რომ სამშობლოში დავბრუნდე. ასამერიკის გაფლანგვაზე იყო საუბარი და კი, რა თქმა უნდა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა მთავრობის პოზიცია ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გამოხატა. მისი განცხადებით ივნისის დასაწყისში ყველა საკითხი მოგვარდება, რომელიც წლების განმავლობაში ევროკავშირთან მიმართებაში შემაფერხებელი ფაქტორი იყო. განსხვავება ძველ ხელისუფლებასთან ის არის, რომ ისინი ლაპარაკობდნენ ერთს და აკეთებდნენ მეორეს. ჩვენი ამოცანა არის, რომ ვაკეთოთ ზუსტად ის, რასაც ვლაპარაკობთ. და მათ შორის დავხუროთ ყველა თემა, რაც არსებობს ევროკავშირთან მოლაპარაკებებში. და გარწმუნებთ, რომ ივნისის დასაწყისში მთელი საქართველო ნახავს უკვე ქაღალდზე, რომ ყველა საკითხი, აბსოლუტურად ყველა საკითხი, რომელიც ამ წლების განმავლობაში მოლაპარაკების დროს იყო შემაფერხებელი, მოგვარდება. სააკაშვილის გასაგებია ამოცანა აქვს, რომ ყველაფერი უნდა გააფუჭოს, უნდა რაც შეიძლება მეტი პრობლემა შეუქმნას საკუთარ სახელმწიფოს, ჩვენი ამოცანა ამას არ ავუყვეთ და ვიმოქმედოთ. გიორგი ბარათაშვილის ინტერესებს სასამართლოში სავარაუდოდ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს. საზოგადოებრივი მაუწყებლის უკვე ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ასოციაციას საჯაროდ თხოვნით გუშინ მიმართა, თუმცა ასოციაციის პასუხი ჯერ ცნობილი არ არის. გიორგი ბარათაშვილი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის საფუძველზეც ის თანამდებობიდან გათავისუფლდა. სასამართლოში სარჩელს გიორგი ბარათაშვილი უახლოეს დღეებში შეიტანს. 28 დეკემბერს სამეურვეო საბჭომ გამომიცხადა ნდობა, გამიფორმა ხელშეკრულება 6 წლიანი, სწორედ იმ მოტივით, რომ მაუწყებელში იყო კრიზისი და მე ვიყავი კარგი მენეჯერი და გავართოვდი თავს კრიზისის მართვას. 4 თებერვალს სამეურვეო საბჭომ დაამტკიცა ჩემს მიერ და ჩვენი კოლეგების მიერ შემუშავებული რეორგანიზაციის გეგმა და 4 მარტს სამეურვეო საბჭომ მე გადამაყენა თანამდებობიდან. ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებ. მე მიმართავ საიას, რომ გამიწიოს ადვოკატირება ამ საქმეში. განათლების და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში იმყოფებოდა. მინისტრი იმ 36 მოსწავლეს შეხვდა, რომლებიც რუსთავის სკოლებში სწავლობენ და მათ დღეიდან სასკოლო მიკროავტობუსი მოემსახურება. მინისტრმა ბავშვებთან ერთად სასკოლო ავტობუსით თავადაც იმგზავრა. სამინისტროს ინიციატივით 2013 წლის იანვრიდან ახალი პროექტი სკოლების ხელმისაწვდომობა ამოქმედდა. პროგრამა იმ საჯარო სკოლების მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფას ითვალისწინებს, რომელთაც სკოლამდე ფეხით დიდი მანძილის გავლა უწევდათ. პირველ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით უფასო ავტობუსი 190 სკოლას დაენიშნა, 6 მარტიდან კი პროექტში დამატებით 140 სკოლა ჩაერთო. აქ ხალხი ვარ ძალიან გაჭირებული პრობლემაში, ყოველდღიური გზის ფული რომ არ გქონდა, ყოველდღე ბავშვს სამლარს ვაძლევ, პირადად მე 3 შვილის დედა ვარ და მარტო ხელაქალი ვარ და მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, დახმარებისთვის და უფასო ტრანსპორტისთვის. ინფორმაცია ყველა სკოლის შესახებ არ ქონდა მოწოდებული, შესაბამისად ცოტა დაუგვიანდათ ამ ბავშვებს ეს ტრანსპორტირება, დღეს უკვე ისინი არიან უზრუნველყოფილი ტრანსპორტით სკოლამდე და სკოლიდან უკან. ქართული პროდუქცია რუსულ ბაზარზე ბრუნდება. 7 წლიანი აკრძალვის შემდეგ რუსეთის სანიტარული ზედამხედველობის სამსახური თანახმა ქართული ღვინის მწარმოებლებს რუსულ ბაზარზე გასვლის უფლება მისცეს. უკვე ცნობილია იმ კომპანიების სია, რომელთაც რუსულ ბაზარზე შესვლა შეუძლიათ. მეწარმეება ახლა შესაბამისი რეგისტრაცია უნდა გაიარონ. გენადი ონიშენკო განმარტავს, რომ მწარმოებლების მიერ წარმოდგენილი ნიმუშების სავაჭრო რეესტრში დარეგისტრირების შემდეგ ექსპორტის პროცედურები უკვე ყველა ნორმის დაცვით განხორციელდება. დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ღვინო და ალკოჰოლური სასმელები
გაზდიან თავის საექსპორტო მოცულობას, ისე როგორც მინერალური წყალი და კიდევ ერთხელ დაამტკიცებენ, რომ ეს პროდუქტები განსაკუთრებით გახლავთ წამყვანი კონკურენტული არიან წარმოებაში საქართველოში. ამის პარალელურად ახლა იწყება მოლაპარაკება ხილისა და ბოსტნეულის თაობაზე, სხვა უწყებასთან, მაგრამ ასევე რუსეთში და ვფიქრობ, რომ სადღაც ალბათ გაზაფხულის ბოლოსთვის პასუხი უნდა კონდეს და დიდი მოლოდინი გვაქვს, ეს იქნება დადებითი პასუხი. საქართველოს სოჭის ოლიმპიადაზე გაემგზავრება. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. ბიძინა ივანიშვილის განმარტებით რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების მიზნით საჭიროა მდგომარეობა კულტურისა და სპორტის სფეროშიც გამოსწორდეს. ამავე კონტექსტში პრემიერი მოსკოვში ანსამბლ ერისიონის ვიზიტსაც ეხმაურება. ჩვენ ვერ მოიქცევთ ისევე რომ დაგვიქირავა ხალხმა. სპორტმა და ხელოვნებამ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯები და უნდა დავიწყოთ ჩვენ ურთიერთობების აღდგენა. როგორ შეიძლება ამაზე უარის თქმა, თუ ჩვენ გვინდა ურთიერთობების დალაგება? 2014 წელს სოჩში საქართველოს სპორტული დელეგაცია მიიღეს მონაწილეობას. და ჩვენი გუნდის რუსეთში ქალაქ როსტოვის დრამატულ თეატრში ერისიონის კონცერტმა სრული ანშლაგი ჩაიარა. კონცერტს ადგილობრივ ქართველებთან ერთად რუსეთის მოქალაქეებიც დაესწრნენ. ერისიონის სამხატვრო ხელმძღვანელი ჯემალ ჭუასელი ნინო სუხიშვილის განცხადებას გამოეხმაურა და უარყო ინფორმაცია, რომ სუხიშვილები რუსეთში მიწვეულები იყვნენ. ერისიონი 9 მარტს კონცერტს კრემლში გამართავს და საქართველოში 11 მარტს დაბრუნდება. მინდა გამოეხმაურო ქალბატონ ნინო სუხიშვილის განცხადებას, რომ თითქოს ის მიიწვიეს კრემლის საკონცერტო დარბაზში, სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში და მან უარი თქვა. ეგეთი რამე არ არსებობს. ყოველთვის გთხოვენ და გასაგები მიზეზების გამო არ წამოვედით, უარს ვამბობთ, მაგრამ აი ამჯერად ნახდათ წამოვედით და სულაც არ ვნანობთ და ჩვენ რუს ხალხთან დიდი სიამოვნებით ყოველთვის გვექნება ურთიერთობა. ქართული კულტურა მიდის მივიწყებაში და ჩვენი ტრადიციები უნდა დავანახოთ აქაურ ხალხს, ჩვენს მეზობლებს, ვინა ვართ, რა ვართ და საიდან ვართ და ვისი შვილები ვართ. მიუხედავად იმისა, რა არის ოკუპირებული, ჩვენ აქ ცხოვრობთ და აქ ბევრი ქართველებია, ვისაც უყვარს ქართული კულტურა და ცემს პატივს ამას. რა თქმა უნდა, უყვარს სამშობლო და რა თქმა უნდა, განიცდის ოკუპირებული ტერიტორიების ყოფნას, მაგრამ ეს ერთი მეორესთან არ არის დაკავშირებული. ხალხებს შორის ურთიერთობა ყოველთვის თბილი რჩება. ამ ხრივ პრობლემები არ არსებობს. ხოლო მოლაპარაკებები კი პოლიტიკოსების საქმეა. მათი ვალია, რომ ორ ქვეყანას შორის ომი და კონფლიქტები არ ხდებოდეს. მართალია, უკანასკნელ კონფლიქტთან დაკავშირებით პრობლემები გვაქვს, მაგრამ ხშირად ჩამოგზავნის ჩვენ თქვენ გვიყვართ და გეუბნებით. რეკომენდაციები პატიმართა ოჯახის წევრებს სასჯელ ახსრულების მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელთან ერთად მსჯავრდებულთა ახლობლებს H1N1 ვირუსთან დაკავშირებით რჩევებს აძლევს. პატიმართა ოჯახის წევრებმა, რომლებიც პაემანზე ციხეში შესვლას აპირებენ, პირბადეები უნდა გამოიყენონ. სასჯელ ახსრულების სამინისტრო ასევე უზრუნველყოფს მედიკამენტებით საპყრობილეების მომარაგებას. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით ამ დრომდე სასჯელ ახსრულების დაწესებულებებში H1N1 ვირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ჩვენ ვააქტიურებთ კამპანიას H1N1 ვირუსის წინააღმდეგ სასჯელ ახსრულების სისტემაში. რამდენიმე მიზეზის გამო, პირველი ის, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების მიხედვით მსჯავრდებული პირები მიეკუთვნებიან მოწყვლად ჯგუფს, სადაც რისკები მაღალია ამ ინფექციის გავრცელების. გრიპის ნიშნები, როგორც არის ცხელება, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, ცემინება და ასე შემდეგ, თავი შეიკავონ პაემანზე მისვლისგან, ან პაემნის დროს გამოიყენონ თქვათ პირბადეები. ამავე დროს, რაც შეიძლება ხშირად, როგორც თქვათ, საგამოძიებო ორგანოების მუშაკები, რომლებიც მიდიან საგამოძიებო მიზნით, თქვათ, სასჯელ ახსრულების დაწესებულებებში, ხშირად, თქვათ, ჰიგიენური საშუალებებით შესვლისას და გამოსვლისას დაიბანონ ხელი, მოხდეს დეზინფექცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში იმიტირებული სასაზღვრო გამტარი პუნქტი გაიხსნა. ობიექტის მშენებლობა და აღჭურვა ამერიკის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი ბიუროს დაფინანსებით და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მეშვეობით განხორციელდა. შენობა თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. იმიტირებული სასაზღვრო პუნქტის გახსნის მიზანია, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტების პირადმა შემადგენლობამ რეალურ ვითარებასთან მიახლოებულ პირობებში ისწავლოს. ვაშინგტონში ჩემი ვიზიტის პარაგრაფში დაისახა ამერიკელ პარტნიორებთან ჩვენი სამინისტრო საქმიანობის მრავალი მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავის და გააქტიურების კონკრეტული გეგმები. დღევანდელი ღონისძიება კიდევ ერთი გამყარება ამ თანამშრომლობის. ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. განსაკუთრებით პასეულია ის ძალისხმევა, რაც მათ გასწიეს
სამართალდამცავთა სფეროს მოდერნიზებისა და რეფორმირების სფეროში, საზღვრის მართვის, კიბერდანაშაულის, ტრეფიკინგის, საექსპორტო კრიმინალისტიკის, მოწმეთა დაცვის, მასების მართვის ოჯახში ძალადობის, ტერორიზმისა და სხვა საკითხებში. განსაკუთრებით მადლიერება მსურს გამოვხატო მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიმართ. მათი აქტიური და უწყვეტი მხარდაჭერისთვის სხვა სფეროებში. დევნილთა განსახლების კრიტერიუმებთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა დღეს სასტუმრო ამბასადორში, სადაც დევნილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დევნილებს, არასამთავრობო სექტორს და საერთაშორისო ორგანიზაციებს ახალი დოკუმენტი წარუდგინა. დოკუმენტი იმ კრიტერიუმებს განსაზღვრავს, რომლის მიხედვით იძულებით გადაადგილებულ პირებს საცხოვრებელ ფარდს გადასცემენ. დოკუმენტის მიხედვით ყალიბდება სპეციალური ქულების სისტემა, რომელიც თითოეული ოჯახის კონკრეტულ საჭიროებებს აფასებს. სამინისტროში ამბობენ, რომ ქულების მინიჭების ახალი სისტემა საცხოვრებელი ფარდის სამართლიანი გადანაწილების გარანტი გახდება. დღევანდელ დღემდე საერთოდ კრიტერიუმები დევნილთა განსახლებისა არ არსებობდა. დღიდან იქნება ქულების სისტემა. კრიტერიუმები ეს იგივე ქულების სისტემაა, რომელიც თითქმის აღმოფხვრავს ყველა იმ მანკიერებას, რომელიც აქამდე იყო, ეს პერსონალური იყო თუ რაღაც ნაცნობობით და თუ სხვა. ეს დოკუმენტი უზრუნველყოფს გრძელვადიანი საცხოვრებლებით უზრუნველყოფას და მათ გამჭირვალე გადანაწილებას, რაც გრძელვადიანი პროცესია. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს შესაბამისი პროცედურები. დანის ლტოლვილთა საბჭომ მჭიდროდ თანამშრომლობდა სამინისტროსთან ამ დოკუმენტების შემუშავებისას, ისევე როგორც სხვა ორგანიზაციები. ძლიერი ქარბუქის და ცუდი ხილვადობის გამო გუდაური კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მლეთა გუდაურის მონაკვეთზე მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით არის დასაშვები. რა მდგომარეობა უღელტეხილზე და რა მონაკვეთამდე არის აკრძალული ავტომანქანების მოძრაობა? ნათია ხართიშვილი ისაუბრებს დეტალებით პირდაპირ ეთერში. მოგესალმები, ნინო, კობი გუდაურის მონაკვეთზე უკვე მესამე დღეა, რაც ავტოსატრანსპორტო მოძრაობა აკრძალულია. კობის გამშვებ პუნქტთან ამ დრომდე 30-მდე სატვირთო და 20-მდე მსუბუქი ავტომობილია გაჩერებული, ისინი გზის გახსნას ელოდებიან. უხვინალექისა და ძლიერი ქარის გამო ჯვრის უღელტეხილზე ზვავი რამდენიმე ადგილას ჩამოწვა. ჩვენი გადამღები ჯგუფი დღეს დილიდან იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, სადაც 160 მეტრიანი ზვავის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობდა. შეგვიძლია შემოგთავაზოთ კომენტარები. კობი გუდაურის მონაკვეთზე აგერ 106 კილომეტრში ჩამოვიდა ზვავი, სიგრძით არის 160 მეტრო, სიმაღლით არის დაახლოებით 2 მეტრო ნახევარი 3 მეტროს აღწევს და მუშაობთ, აგერ გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. ალბათ 2-3 საათში ამ ზვავს მორჩებით და გავაგზავნებთ მერე გუდაურის მიმართულებით წმენდას. აზბეკში ამინდი თითქმის ყოველ საათში იცვლება, როგორც სულ ახლახან შეგვატყობინეს, გუდაურის საგზაო დეპარტამენტის სამსახური უკვე გამოსულია გზებზე და აწარმოებს გაწმენდით სამუშაოებს. გზა თავისუფალია კობის მიმართულებით. ავტოსატრანსპორტო მოძრაობის აღდგენას რამდენიმე საათში ვარაუდობენ. დიდი მადლობა, ეს იყო ნათია ხართიშვილი სტეფან წმინდიდან. ახალი ამბებით პირველ საათზე დაბრუნდებით, მე სწორედ ამ დრომდე გემშვიდობებით დროებით.